მოგესალმებით, ხელისუფლებამ ბოლო წლებში არაერთი დრაკონული კანონი მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მაგრამ ეს ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, ყოველგვარი ბრუტალურობის რეკორდს ხსნის. ფაქტობრივად ეს კანონები ახდენ საქართველოში არა უბრალოდ ავტორიტარიზმის, არამედ უკვე დიქტატურის ინსტიტუციონალიზაციას ამისკენაა მიმართული. ამ კანონმდებლობით და როგორც წესი ასე იქცევა დიქტატორული ხელისუფლება, ხო, ნებისმიერ დიქტატურა ამ ლოგიკით მოქმედებს, რომ ამ კანონმდებლობით ადამიანებს ერთმევა ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ითქვა, რომ ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ბუნებით, ღვთით და ასე შემდეგ საზოგადოებით სახელმწიფოთ მინიჭებული უფლება, რომ არა უბრალოდ იარსებოს როგორც ბიოლოგიურმა ორგანიზმმა, არამედ მან გავლენა იქონიოს სოციალურ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე, იყოს სოციალურად აქტიური ადამიანი, ანუ იყოს მოქალაქე. ეს კანონმდებლობა სწორედ მოქალაქეობას ართმევს ადამიანებს და მათ ტოვებს ადამიანად ყოფნის შესაძლებლობის გარეშე. ამაზე უფრო საშინელი არაფერი არ შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას შევაფასებთ სწორედ დემოკრატიული რაღაცა პრინციპების და დემოკრატიული ნორმების გადმოსახედიდან. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ამ ტიპის ჩაძირვას ავტორიტარიზმის ჭაობში არ შეეგუება და იქნება რეზისტენტული და გაძლიერდება წინააღმდეგობის მოძრაობა სწორედ ასეთი განზრახვის ხელისუფლების ასეთი დრაკონული განზრახვის წინააღმდეგ. თუ კი ეს დრაკონული კანონი, რომელიცაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამოქმედება, ვირიღებთ ქვეყანას, სადაც უბრალოდ ხმის ამოღების შემთხვევაშიც ციხეში გაგვიშვებენ. არ ვიცი, ვიღაცა შესაძლოა ეს უტრირებულად მოეჩვენოს, თუმცა მინდა რომ საზოგადოებისთვის და მაყურებლისთვის მარტივად განვმარტოთ, რას მივიღებთ ამოქმედების შემთხვევაში. ეს არ არის არანაირი უტრირება, ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გავლენის მოხდენის ეფექტს ატარებს, რომელიც გავლენის მომხდენია, არა ვიწრო გაგებით, პოლიტიკურ აქტივობაზე, არამედ ზოგადად სოციალურ პოლიტიკურ აქტივობაზე, ასეთი აქტივობა იქნება დასჯადი. ეხლა საქმე რაშია? აქ არის ლაპარაკი იმ შემთხვევაზე, როდესაც ეს აქტივობა, სოციალური და პოლიტიკური აქტივობა არის დაფინანსებული უცხოეთიდან. საქმე ისაა, მეგობრებო, რომ აი ასეთი ტიპის პროექტები, სოციალური პროექტები, სამოქალაქო პროექტები ვერ ხორციელდება საერთაშორისო დონორების გარეშე, საერთაშორისო კონტაქტების გარეშე. ადამიანებს ჭირდებათ როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დონორული დახმარება იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეობა აქტიურად გამოავლინონ. აი ხელისუფლება ამბობს, რომ ნებისმიერი კაპიკი, რომელსაც ინდივიდი მიიღებს, ნებისმიერი თეთრი, რომელსაც ინდივიდი მიიღებს უცხოეთიდან, ან საკუთარი ოჯახის წევრის მიერ, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩაითვლება არალეგალურად და ადამიანი დაექვემდებარება პასუხისმგებლობას. მეტიც, აი წარმოიდგინეთ ამ ცვლილებების თანახმად, ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესი, რომელიც არის ინდმეწარმე, ხო, ხელისუფლება ეუბნება, რომ შენ დაკავდი მხოლოდ ინდმეწარმეობით, ანუ იმ შინაარსით, რასაც შენი მეწარმეობა გულისხმობს და არ იყო სოციალურად აქტიური ადამიანი. ანუ ამ შემთხვევაში არც არის ლაპარაკი იმაზე, რომ თანხები მოზიდულია საზღვარგარეთიდან, თქვათ, მე მაქვს რაღაც ბიზნესი და ჩემი ბიზნეს აქტივობებით მინდა ამავე დროს ჩემი სოციალური აქტიურობა გამოვხატო. ამის შესაძლებლობასაც
აკრძალავს, კრიმინალად აცხადებს ასეთ ბიზნესმენებს. მადლობა. ხელისუფლება. ანუ წარმოიდგინეთ, მე ჩემ აქტივობას ჩემივე ბიზნეს საქმიანობით ვაფინანსებ და ეს არის კრიმინალი. ახლა ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება მოხდეს? მადლობა, იაგო კაჭკაჭიშვილს უსმენდით ჩვენ